სამთვიანი დაპირისპირების სისხლიანი მოვლენების და რევოლუციის შემდეგ უკრაინა პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია. იულია ტიმოშენკო თავისუფალია ქვეყნის უმაღლესმა რადამ კი პრეზიდენტი იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. ექს-პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დღეს თელავის მოსახლეობამ შეაფასა. მათ უკრაინელ ხალხს გამარჯვება მიულოცეს, თუმცა მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დიდი მსხვერპლის ფასად მოხდა. დღევანდელი მდგომარეობა ის ყველაფერი რომ არ მომხდარიყო და ის 77 ადამიანი რო არ დაყოფილიყო და პირდაპირ მომხდარიყო, მთავრობის შეცვლა გაცილებით უკეთესი იქნებოდა და რაც მოხდა ეს ალბათ უნდა მომხდარიყო მთავრობის შეცვლის მხრივ, მაგრამ აი ეს დახოცილი ახალგაზრდები ძალიან მეცოდებიან და ძალიან გული მწყდება რომ მსხვერპლის შემდეგ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ვადევნებთ თავს გენაცვალე და მისასალმებელია რომ ხალხი ვერ ითმენს და გამოვიდნენ რუსეთის წინააღმდეგ და იმ სიტუაციის წინააღმდეგ რაც ხდებოდა უკრაინაში. გაიმარჯვა ხალხმა, რადგან ბრძოლობდა გაიმარჯვა. ვერცმა ხელი მოუვართოთ. ნამდვილად მხარდასაჭერია ეს მოსახლეობა და უზომოდ გამიხარდა ტიმოშენკოს განთავისუფლება. ხალხი ბრძოლობს და ნამდვილად უნდა მიიტანონ ბოლომდე თავიანთი გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მომხრე ვარ რომ გაიმარჯვონ, ძალიან დიდი მომხრე ვიქნები და მოხარული ვიქნები თუ თავისას გაიმართლებენ ეს ხალხი საცოდავი ხალხი რომ იტანჯება და სამართალი არ არის ამ ქვეყანაზე. დიდი შეამოვნებით რომ შემეძლოს გვერდში დაუდგებოდი და მათ გვერდზე ვიქნებოდი მეც. შეიძლება ეგეთი რასაც ახლა მთავრობა აკეთებდა